საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილი ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა ნებისმიერი დროიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, ანუ იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდოდა. პროკურატურის გამოძიებით დგინდება, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და შედგება სიტყვების ჭრისა და მონტაჟისაგან. მაგალითად, ანტონის ნაცვლად ტექსტში აშკარად ისმინება ატუნი, იგივე ათუნი, თუნი, ქალაქი და მუნიციპალიტეტი შვეიცარიაში. სავარაუდოდ ამ დროს ბერა და ბატონი ირაკლი საუბრობენ ცნობილ შვეიცარიულ ანდაზაზე ათუნი, აბურთი და ამოედანიო. აუდიო ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა, რომელსაც ბერა არასრულწლოვნის შესახებ იყენებს. დანგრეული აქვს მაგას, ხო? სინამდვილეში ბერა აქ სულ სხვა კითხვას სვამს. დანგრეული აქვს მაგას სახლი, ხო? რის შემდეგაც ის ამ სახლის აღდგენის სურვილს გამოხატავს. ეთერში გაშვებულ ჩანაწერში გვასმენინებენ ფრაზას ყოჩაღ ბერა, ყოჩაღ, რა მაგრად მოგცეულ ხარ. არადა აქ ბატონი ირაკლი სულ სხვა ვიღაცას ელაპარაკება და სულ სხვა სიტყვებს წარმოთქვამს. ეს სიტყვები კი მონტაჟის შედეგია. სინამდვილეში ირაკლი ღარიბაშვილი ელაპარაკება ძერას, რომელმაც ბებიას წიწილა მოსტაცა, შემდეგ კი დაუბრუნა. და ის ამბობს ყოჩაღ ძერა, ყოჩაღ, რა მაგრად მოგცეულ ხარ. ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის დიალოგში წარმოგვიდგინეს ფრაზა მაგარი კი აგინა ანზორამ. ესეც არასწორია და აქ ანზორის ჯანმრთელობაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, ანზორს ანგინა აწუხებს და ბერამ სწორედ ეს აღნიშნა. მაგარი ანგინა ანზორამ, ანუ ძლიერი ანგინა აქვს ანზორასო. სხვათა შორის თავად სიტყვაც ანზორამ არის ამოღებული და დამონტაჟებული არამეული სიტყვიდან აზორმო, რაც ამავე ენაზე მიწად მოქმედებას ნიშნავს. პროკურატურის გამოძიებით დგინდება, რომ ბერა ივანიშვილის ხმა ეკუთვნის 14 წლამდე მოზარდს. ანზორ ჩუბინიძის ხმა ეკუთვნის 30-დან 35 წლამდე მამაკაცს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის ხმის ნაცვლად მეტი სინძაფრის მისაღებად სამხრეთ ამერიკული ლამას დაწვრილებული ხმაა გამოყენებული. ბატონი ანზორი ერთ-ერთ მომენტში ამბობს ასეთ ფრაზას. თქვენი მსიაში მოხედრილი ხართქო? ხართქო? გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბატონი ანზორი მხოლოდ 2012 წლამდე საუბრობდა კილოკავით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩანაწერი ძველია. უკანონო მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერში ბერასა და ანზორ ჩუბინიძის დიალოგში ისმის სიტყვები ბოდიში მოიხადოს. ბოდიში მიღებულია ორი სიტყვის ბოდბისა და ოდიშის მონტაჟის შედეგად. სწორედ ამ მიდამოში აპირებდა ბერა ივანიშვილი დახმარებოდა მოხუცთა თავშესაფარს. სატელეფონო ჩანაწერში გვესმის ბერა ივანიშვილის ნათქვამი სიტყვები. ჩაიფსამდა შიშით ტო. სიტყვა ჩაიფსამდა სინამდვილეში ჟღერს. ჩაისამდა. სიტყვა შედგენილია შემდეგი წინადადებისაგან. ჩაი სამი შაქრით და ლიმონით. ამ წინადადებიდან სიტყვები შაქრით და ლიმონით ამოღებულია და დატოვებულია მხოლოდ ჩაი სამ და. ფალსიფიცირებულ ჩანაწერში, რომელიც საინფორმაციოებმა გააშუქეს, წარმოგვიდგინეს ფრაზა როგორ ხარ ანზორ ჯიგარო. სინამდვილეში 2011 წლის აპრილის თვეში ანზორ ჩუბინიძე ავსებდა კროსვორდს, სადაც მან ერთი კითხვა ვერ გამოიცნო და SMS-ი გაუგზავნა ბერა ივანიშვილს. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ დაწერილი ოპერის სახელია და 3 წერტილი. ბერამ SMS-ის მიღებისთანავე გადაურეკა ბატონ ანზორს და უთხრა როგორ ხარ ანზორ? ფიგარო. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლიათ ოპოზიციურ არხებს ადამიანის ინტელექტუალური მხარეც კი შავი პიარის საგნად აქციონ. ეს გახლდათ გამოძიების ოფიციალური ნაწილი. პროკურორის მიერ მოძიებულ ყველა მტკიცებულებაზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ეს დანაშაული გახსნილად გამოვაცხადოთ.
დანაშაული ორი სიტყვისგან შედგება. დანა და შაული. აქ პროკურორი გულისხმობდა შაულინის ბერებს, რომლებიც დანას ოსტატურად ხმარობენ.